ხშირად სვამენ კითხვას, უფასო კითხვა გვაქვს ესეთი ჯგუფში, ჩანს თუ არა რუკაში სიყვარულით ქორწინება. და ბევრს გონია, რომ სიყვარულით ქორწინება, რადგან ჩანს რუკაში, ეს სიყვარული იქნება აუცილებლად ჰარმონიული. ანუ ზოგადად ბევრს ესეთი აქვს სტერეოტიპი თითქოს, რომ თუ არის თუ იქნება, როდესაც ვეუბნები, რომ კი იქნება სიყვარულით ქორწინება, უხარიეთ და რაღაცნაირად გონიათ, რომ იდეალური სიყვარული იქნება და რეალურად არ არის ესე. იმიტომ რომ ეს მაჩვენებელი, რასაც ანახებს ზოგადად რასაც ნიშნავს სიყვარული, ხო? ტექნიკური მიმართულებით. ეს ნიშნავს იმას, რომ ის რაც შენ გინდა რეალურად, რასაც ეძებ, ესე ვთქვათ, პირად ურთიერთობებში ემთხვევა ზუსტად იმას, რაც შენ გექნება მომავალში ქორწინებაში. შესაბამისად, აი ეს როდესაც არის დადებითი, შენ რაც გინდა რეალურად გულის სიღრმეში ზუსტად ისეთი გექნება, ეს არის სიყვარული. დადებით ფორმაში, ან იდეალური ვარიანტი. მაგრამ შეიძლება იყოს სხვა ვარიანტიც, როდესაც არის სიყვარული, მაგრამ ეს სიყვარული არის რთული. ანუ გრძნობა არის, მაგრამ არის კონკრეტული სირთულეებიც. ანუ სიყვარული არ არის აუცილებელი, რომ იყოს ჰარმონიული, იდილიური და სულ ვარდები გეფინებოდეს ფეხქვეშ. ანუ შესაძლებელია, რომ გრძნობა იყოს, მაგრამ იყოს კონკრეტული პრობლემებიც, რომ ის არის, რაც მე მინდა, მაგრამ ბოლომდე ისიც არ არის. ანუ არის რაღაც ისეთი რაღაცეებიც ურთიერთობაში, რაც მე არ მინდოდა, მაგრამ ფაქტი არის, რომ არის. ანუ ამასაც თავისი ახსნა აქვს ტექნიკური მიმართულებით, რომ რეალურად ეს ზუსტად ის არის, რაც შენ გინდა, უბრალოდ შენ ვერ იაზრებ, რომ ეს გინდა. ანუ შენ გაქვს ეს ხასიათი, შენ გაქვს ეს მოთხოვნილება კონკრეტული, აი თუნდაც როდესაც აგრესიული პარტნიორი ხვდებათ, შენში არის ეს აგრესია, უბრალოდ შენ ამ აგრესიას ვერ ხვდები, ესე ვთქვათ, რეალიზებას ვერ ახდენ, ან ვერ ხვდები, რომ გაქვს საერთოდ ეს თვისება. და ამის გამო შენ ხვდებიან ისეთი ადამიანები, რომ შენ მიხვდე რამდენად გაქვს ეს აგრესია, იმიტომ რომ არ არსებობს ცალმხრივი აგრესია. აგრესია ყოველთვის როდესაც არის, ერთი არის ფიზიკური აგრესია, ესე ვთქვათ, გამოხატული, როდესაც მუშტებს იქნევს ადამიანი და მეორე აგრესია არის პასიური აგრესია, როდესაც შენ აპროვოცირებ. შეიძლება განგება არ აპროვოცირებდე, მაგრამ შენში არის აი ეს კონფლიქტურობა, რომ ის ადამიანი შენთან კონფლიქტში ტყუილად არ შემოდის, იმიტომ რომ შენგან ხედავს, ესე ვთქვათ, აგრესიას და ეს აგრესია არ არის აუცილებელი გამოიხატებოდეს მაინც და მაინც მუშტიკრივით. შესაბამისად, როდესაც ურთიერთობაში არის პრობლემები, ესეც ის არის, რაც შენ გინდოდა, უბრალოდ შენ ამას ვერ ხვდებოდი და რეალურად გინდოდა ნიშნავს იმას, რომ ეს ყველაფერი არის შენში, უბრალოდ ეს არის დასამუშავებელი, ეს ყველაფერი არის გადასალახი, ეს არ ნიშნავს იმას, რომ აი რადგან მე მინდოდა აგრესიული თურმე მეორე ნახევარი რომ შევეგო ამ აგრესიას. არა, ეს არის გადასალახი, ეს არის პრობლემები ურთიერთობაში, რომელიც უნდა გადაილახოს და იმიტომაც ყავთ და გვხვდება ადამიანის ცხოვრებაში ესეთი ურთიერთობები, რომ შენ ამის გამო და ისწავლო და გამოიტანო, ესე ვთქვათ, დასკვნა.